მე ერთ რამეს ვკვირდები, ყველაზე მაგარი მოწესრიგებული ქალაქი იქნება. იმდენი რამე გაკეთდება, რომ რუსთავი გარეთა ფასადით კი არა, ჯერ შიგნიდან იქნება მოწესრიგებული და გარეთა ფასადითაც იქნება. შიგნით სადარბაზოს უნდა გავდეს. და სახლს, ეზოს უნდა გავდეს. აი იქით უნდა გავიდეთ. ეს თუ დაიგო, ისიც უნდა გაკეთდეს. ისიც უნდა გაკეთდეს. ძალიან თავგუნოთ აგეთო. საშით ხდება რომ მოვიდა ასე იდგა წყალი, აქ ტრასა დაეღო და რა წესია ესა? არც სკოლბო არ აქვს რომ განათება და არც ასფალტი რამე არ დაგვიგო. არ უეპადიას არ საკეთებიდან არ არც განათება ზათა არ ცუდის მოსასმენა. ჩემ სადარბაზოში მაგალითად ჭერი ძალიან ცუდად გაკეთდა და უხარისხო გაკეთებას სულ არ გაკეთდა. ახლა ხო გზა კიდე აქედან დაიგო ასფალტი, იქიდან დაიგო და მთელი წყალი წამოვიდა 12 ნომერში და ძალიან გვაწუხებს ხალხი. ძალიან გვაწუხებს. ჩვენ რომ მოვიწმინეთ მოსახლეობა არ იცმეს. ძალიან მთელი დიდი ქვები გადაყარეს სიფრით. აი 12 ნომერი ბინა შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ და ასეთი უხარისხო გაკეთებაზე კიდე რა შეიძლება ჩვენ? გეკითხე. ერთად მოვიწერეთ 21 არაფერი მარტო ეს კითხვაზე მიპასუხეთ. ბატონ მამიკა მიპასუხეთ მარტო ეს კითხვაზე. ამ 4 წლის განმავლობაში, როდესაც ისე მოვა ეს ხელისუფლება. თქვენ რამდენჯერ მოხართ აი ამ ადგილზე ჩვენ მდგომარეობის საკითხავად. აი მარტო ამ კითხვაზე გამეწვის პირობა მოგგვეცით. აი რამდენჯერ იკითხავთ ჩვენ დავდივარ მერიაში. ჩავყარეთ იმ დოლურაში ის რაღაც მონაცემები. პირდებიან დასაქმებას. მათ 10 წლის სტაჟი საფეხბურთში ერთი ადგილი ვერ ვიშვა. ჩემი შეხვედრა იწყებოდა ასე. უცნაური კანდიდატი ვარ, შეპირებები არ ვიცინოთ. იყავით ჩემ შეხვედრაზე? მე რაზე მოდიოდი? ამბავს რა გაიგებდა? არ შეპირდებოდი, არ გამიგებდით რაში. ეხლა გიცნით რა? ეხლა ისთვის მოდიოდით? ნუ მეჩხუბებით გიცნით რისთვის? თქვენ რომ მითხრათ რომ კაი კაცი ხარ რომ ერთი გააკეთე და მეორეც გააკეთე, მეც ადამიანი ვარ, ხო? იმერელი ქალბატონი, კაი ქალბატონი ძანდები და კი ბატონო. ამიტომ ძალიან დიდი სიმპათია და ძალიან დიდი სიყვარული მინდა რომ აგიცნოთ. პირველად გაკეთდა ესეთი რამე რომ ჩვენ გავაკეთეთ ბიუჯეტი. არ მისმენთ, აი ბოლომდე გითხრა. ბიუჯეტი. პირიქით მოგისმინეთ და ბიუჯეტი. ხალბატონო, ბიუჯეტი. დავიგეთ ბიუჯეტი. არა, ბიუჯეტში განსაზღვრული პრობლემები ძალიან ბევრი არის, გარდა იმისა, რომ ვიღაცა შეიძლება სადარბაზოს პრობლემა აწუხებდეს, ეზოს პრობლემა, საცხოვრებელი კორპუსის პრობლემა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია. ეს არის ის, რომ ხალხი დაუსაქმებელია, ეს არის ის, რომ ჯანდაცვის პრობლემები აქვს, ანუ ადამიანი ვერ მიდის საავადმყოფოში, შესაბამისად აქ ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის პროგრამაზე, სწორედ ამ მიმართულებაზე იქნება ძირითადი აქცენტი გაკეთებული ქვეყნის ხელისუფლების მიერ, შემდგომში მომავალში სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება ყველაზე დიდი თანხები იმისათვის, რომ თითოეულმა ამ ადამიანმა იგრძნოს მეტი სარგებელი თავისი ოჯახის მიხედვით.